გამარჯობა. დღეს არის ჩვენი პირველი დღე. ხო, დღე პირველი. ყველაზე საშიშ ქალაქში 90-იანებიდან საშიშად არ ჟღერს, იმიტომ რომ დღეს უკვე განვითარდა ეს ქალაქი და ერთად დავეთვალიერებთ როგორია. პირველი თავისწილებით ულამაზესია. ყველაზე კარგი ამინდია, რაც წარმოგიდგენთ თბილისში, ეგ ამინდია, ოღონდ ძირითადად სუეს ამინდია და იდეალური პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგია და უფრო ისეთ ქალაქის შთაბეჭდილებას დავავს, რომ რაღაცა ისტორიით განვითარებული და ესეთ ძველი ქალაქის ერთი შეხედვით შთაბეჭდილებას. და ზოგადად კოლუმბია და განსაკუთრებით მედელინის ცნობილი არის ტატუ არტისტებით. ბევრი არტისტია ძალიან, რომლებიც პროფესიონალები და ცნობილები არიან მსოფლიოში. უბრალოდ აქ ცხოვრობენ და ერთი კონკრეტული ადგილია მედელინის ცენტრია, ხო? სადაც ბევრი ტატუ სალონია და მოკლედ მან მუშაობენ და მან ვიდივარს ეხლა რომ დავიმატოთ ტატუები. მედელინიდან 90-იანების ყველაზე საშიში ქალაქიდან, მაგრამ ეს უკვე ძალიან მაგარი ქალაქიდან. ეხლა დღეს პირველი დღე გვაქვს, ეხლა გამოვედით გარეთ და მივდივართ ტატუების გასაკეთებლად და რატომ მედელინში? იმიტომ რომ მედელინი არის ეპიცენტრი, ესე ვთქვათ, ამ მიმართულების და საუკეთესო არტისტები ცხოვრობენ მედელიში. ემინემი და მაგის მეგობრები აგდადიან რომ გაიკეთონ ტატუ და მაგრამ გუგაშფასთან იკეთებს, იმიტომ რომ ბევრად უფრო რთული ტატუ აქვს გასაკეთებელი და კონკრეტული ტექნიკით. მე უფრო ისეთ მარტივ ტატუებს ვიკეთებ და მარტივი ეს ესე იგი, ვიკეთებ რამდენიმე ტატუს. ერთ ტატუს ვიკეთებ აქ, რომელიც იქნება ლეოპარდი, ოღონდ შერეული იქნება ჩვეულებრივი ლეოპარდი, იაპონური ტიპის ლეოპარდის მხატვრობასთან. იქნება ძალიან მკაფიო ვარდისფერი. მე ერთ ტატუს ვიკეთებ აქ, იმიტომ რომ მეწეროს ვარდობინას მეძახა ჩემი დედია, მამის მხრიდან, დედის მამის მხრიდან. ანუ დედა ჩემის ბებია, ქეთევანი, მეძახა ვარდობინას, მაგრამ უნდა დავიწერო ესეთი ხელნაწერით, ანუ იმ ხელნაწერით დაასრულეთ, როგორც წერდა ჩემი ბებია ლანდრო. ანუ დედა ჩემის დედა და მოკლედ გაერთიანებული იქნება ბებიის და ბაბუის სარვისი მოგონება. კიდევ მინდა რომ დავიწერო ქართულად ჭამენელა, ან თვალად შეჭამ, არავის გავუსი უფრო საკუთარი თავის მიმართ ესე ვთქვათ ხუმრობა, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის არის პერიოდი ძალიან წერისმადების და ძალიან დიდი წონის კლევის. ეს 25 წლამდე არ იყო ჩვენი პრობლემა, ყოველთვის ისეთი გამხარი როგორც მომწონდა, მაგრამ აი რაც 30-ისკენ ვარ უკვე მესამე წრეზე მივიარ მოვიმეტე კლევის და ჩემი ეს მაქვს COVID-ი აშუქებს.
ხშირად თერაპიას და ვინმე სამშობლოში შეგიძლიათ დავწერეთ კომენტარებში და მინდა რომ შევხსენოთ საქართველოს რომ საჭმელი ყოველთვის იქნება შემიძლია რომ შემდეგ ვერსიას ვჭამ. ან რაღაცა ესეთი მოკლედ საქართველოს მინდა რომ ამ ზომაზე მეტი ჭამისგან რაღაცნაირად გამოვისვით და ყველასი არა საკუთარ თავს ეკოლოგიური ჩემ პატრიოტის შენ ესეთ შეცმა გააკეთოს ამ რამდენი ის ჯამის ლეოპარდის შემოთავაზში და უბრალოდ მომდანოს ავადამ რომ გა ინფორმაციაზე ყავა ვიყიდოთ აქ ვერ ვიყიდით ისეთი კაფე არ შეხვდა არსა და ვიყიდოთ იმ რაღაც ბარი რო იყო იქ იმედია ექნებათ Buenas. Café colombiana? ¿Cómo? Café. Café. Café colombiana? Colombiana, sí. Dos. Dos, sí. ¿Para tomar aquí o para llevar? Para llevar. Ay, eso sí. Buenas. Cafetería. Buenas. No sugar? No, gracias. Mucho gusto. Welcome. Muchas gracias. Chao. სავარაუდოდ არა ისეთი ყავა. როგორც კოლუმბიელებს შეეფერებათ, მაგრამ მაინც გემრიელია. გავსინჯე და Eleni archives mająte. Contemporáneas. El estudio de estas figuras menos conocidas invita a una reflexión más amplia sobre la inclusión. კოლუმბიაში ისეთ საჭმელი ის ყველაფერს მის უმეტეს ეს რაღაცებს, აი ნეკნები და ბურგერი და ეს რაღაცები. Ay, maulla. A través del arte, la literatura y otros medios culturales. Ay, chame todo. This is need disculpa. This sí. გაუჭხირეთ და ჩემ სალონში ჯერჯერობით არ გვიღებენ გარებს რაღაცა დახური ჰეი ვაი Es que el de la tienda la ha llegado a la misma.
Buenas. Hola, ¿cómo estás? Bien, ¿tú? Bien, bien. ¿Se perdió? ამოვედი მე ჩემს სტაციაზე წესრიგიდან. ეს კოლუმბიაში ყავის არ დადევა არ შეიძლება. მოკლედ ამოვედი მე კუბა თავის სტატუარტისთან დარჩა გრაციას. no super გრაციას. და მე წამოვედი ჩემ სტატუარტისთან სტუდიაში და სანამ ავალ საათი მაინც დამჭირდება გადავწყვიტე რომ მე კაფეში ლანჩ ფაი და შევუკვეთე სეფიშა რომელიც მომიტანეს ცხელი პანამაში სივი არის ორი სპორცით და ეს არის ბანადნის პიძაშვილი პატაკანის შემწვარი სხვათა შორის ფასებსაც ვეთქვით იმიტომ რომ პანამასიტიში ვერაფერს ვერ იფიქრე $5 და ესეთი სამი ცალი გურცი საკმაოდ ისეთ ესე ვთქვათ კომერციულ ადგილას ვერს $5 დავაგემოვნა თავა ტემპერატურაზე ვარ გაგიზიები ესეთი მაგარი ქვეყანა ისასწაული არის როგორი მდიდარი არის წიაღისეული ბუნებით ხალხით ისტორიით და ამ მდგომარეობაში როა თუმცა მედელინის კარგ მდგომარეობაშია სხვა ქალაქებთან შედარებით მაგრამ ესე იგი გუგას ტატუარტისტმა მოგვიყვარა მარტო წელს 14 ტურისტი დაიღუპა აქ ნარკოტიკისგან, ოღონდ ანუ ეს ხდება აქ ჩამოდიან ძალიან ბევრი ტურისტები ამერიკიდან, რომლების წინასწარი განზრახვაც არის ნარკოტიკების მიღება და ასე ვთქვათ პროსტიტუტებთან ურთიერთობა და პროსტიტუციის ჩაბმული ქალები ძირითადად არიან აქ ესე ვთქვათ ტრანსფერების ქვეშევრდომები, რაც ნიშნავს, რომ ქალს ევალება, რომ სასტუმროში მიიყვანოს კლიენტი, დააძინოს, ანუ ნარკოტიკის პრობის ქვეშ იყოს, გაჩიშოს და ხშირად არც აკვირდებიან დოზას, ისე შეიძლება მოკლან ადამიანი და მერე უკვე ხდება ხოლმე გაძარცვა და ეს ხშირად ხდება, მაგრამ პირადი შექმნების დონეზე და ასევე ხა აი ტაქსსაც ვესაუბრეთ სტატუს არტის სასტუმროში თუ ცხოვრობ შენი ცხოვრები და თუნდაც ტურისტი ხარ რომელიც არ ხარ აქ ჩამოსული რაღაცა ეგეთი მავნებლური მიზნებით არაფერი არ მოხდება რა შენ ცხოვრებაში ერთადერთი მაინც და მაინც ტელეფონი ამოწეულმა არ უნდა ისე იქნა რომ აი უცბად შეიძლება მოტოციკლეტით ჩაგიარონ და ტელეფონი ჯიბეში ნაგადეს, მაგრამ ეგ რაღაცა ეგეთი ტიპის ესე ვთქვათ დანაშაული ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არის, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყავით, ჯერ ვაკვირდებით და ვნახოთ აბა. აი მოკლედ დაახლოებით მე
ორი არა, მესამე საათია რაც ვაკეთებ. ელენე მორჩა თავის ტატუების გაკეთებას. მე დაახლოებით საათნახევარი დამრჩა. შუალედში ვანჩი მქონდა და უგემრიელესი მენიუ მოიტანეს $6. იმდენი საჭმელი მოიტანეს და იმდენი ხორცი და ისეთი გემრიელი რომ კოლუმბიაში აშკარად იციან საჭმლის გაკეთება და გავაგზავნეთ. ეხლა 1.5 საათია და ელენეს გზაშია მოვა. ახლოს იყო ელენეს სალონი, აქედან დაახლოებით 500 მეტრში და მოვა ეხლა და გვანახებს რა გაიკეთა და ჩემიც მალე მორჩება და ჩემსაც განახებს. ესე იგი, ჩემი ტატუებით მოვაკითხა ჩემ ქმარს, რომელიც ძალიან დიდ ტატუს იხატავს. რას იხატავს მერე განახებს, მაგრამ გუგა, იქაც არ იხმარეს ის, რა ქვია. გამაყუჩებელი, ეტყობა მედელინში უნდა გმიულად გაიკეთო დადო. იგივე? აი ეს მე ყველაზე ძალიან რაღაცნაირი ადგილია ისეთი რბილი. გამაგრა ჩაცვა. ამას მთელი ქალაქი იცნობს ესე იგი. შეუთავაზებიათ თვითონ იმ ქვეყნიდან რაც თქვა. რომ ჩამოდი და იმუშაო. იქ მითხრეს რა დარეგეთ. და ძალიან მაგარია. გვანახე შენი დაკუ. აი. მეცადე. აი. Esto, smoke. Relax. მე კაი ჩემი გძელდება ჯერ. ჩემი ჯერ. თარგის გადავიდა სანდიორი. ეს კლუბა ხა. ვერთავი გარამბულა იკეთებს მოგესალმებით, გავიკეთეთ მოკლედ ჩვენი ტატუები. მე 4 საათი, 5 საათი დამჭირდა ელენეს ცოტა ნაკლები. 2 ველოდე. ხო და მოკლედ პირველი დღე ძირითადად რომ სალონში გავატარეთ და ტატუს ვიკეთებდით, მაგრამ ვინც შეგვხვდნენ ესე პირველი ინფორმაცია და შთაბეჭდილება ის გვაქვს რომ რაც გქონდა პრინციპში რომ თუ არ ეძებ ჟარს და თუ არ მოძრაობ ღამის საათებში საეჭვო ადგილებში, მაგ შემთხვევაში არ გემუქრება საფრთხე და ისე უსაფრთხო ქვეყანა, ჩვეულებრივი ქალაქია. ქვეყანა რა, ქალაქი. ხო, ქალაქი. უსაფრთხო ქალაქი ქვეყანა არა. მე დავამეტებდი რომ ძალიან მომწონს აქაური ხალხი. ძირითადად დღეს ახლა შეხება გქონდა ტატუს სალონში ვინც იყო იმ ადამიანებთან, მათ კლიენტებთან და ტაქსისთან და ყველა არის ძალიან მეგობრული, დადებითი, რაღაც შეიძლება პრობლემებიც აქვს, მაგრამ სიმსუბუქით ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე და კარგი ენერგეტიკა აქვს. აი რაღაც ეგეთი ქალაქია რა, აი უხარი ხარ, აი ესეთი დავიჭილება დამიტოვა მე. და რაც მე ყველაზე ძალიან მომეწონა, შეიძლება ესე დამტრეული გზებიც არის ადგილებში და მეთქვა რა ისე არ არის როგორც იდეალურად, მაგრამ ყველა სისუფთავეა, ანუ ვაფშე ვერაფერს დაგდებულს ვერ ნახავ და რაც ძალიან სასიამოვნოა პანამის მერობით უმეტეს. კი. აი უსუფთავესი ქუჩებია, არა აქვს მნიშვნელობა გარეუბანშიც გავიარეთ და ცენტრშიც და ანუ არსად ნაგავი არ დაგვინახავს. და დაჟე უსახკაროებიც, ხო, უსახკაროებიც ერთი ორი დავინახე და თავის ისეთ სუფთა კუთხე ქონდათ მოწყობილი, ეგენიც ძალიან იცავენ ამას. მოკლედ სუფთა ქალაქია და რაც ძალიან
და ქალაქი არის მრავალფეროვანი ძალიან, რაც გვაკლდა პანამას სიციში, ანუ იქ არის ბუნება და მორჩა. და აქ არის ბუნება, კულტურა, ისტორია, ისეთი მაღაზია, ასეთი კაფე, ანუ ამ ყველაფერს კიდე ხვალ კარგად დავივლით და ჩვენი შემდეგი ვიდეო იქნება ესეთი თავისუფალი დღე, თან ცოტა შოპინგი, თან სამზარეულო, აქაური. მაგ ყველაფერს განახებთ, მაგრამ ერთი შეხედვით ძალიან კარგია და მე პირადად კლიმატით ვარ აღფრთოვანებული. ეს არის ჩვენთან რომ ივნისში არის, გაზაფხულს არის, მაისის ბოლოს, ივნისში დილას, დღეს გუშინაც ხო ძალიან სასიამოვნო. ტემპერატურა იყო საღამოს და დილას მზეა. თან ანუ არ გცხელა, შეიძლება საღამოს ოდნავ სიგრილი. გემშვიდობებით გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში რომელი ქვეყანა გაინტერესებთ ყველაზე ძალიან, რომ შემდეგი ისავერჩიოთ სამოგზაუროდ.